ჩემი პირველი ქრესტომათია და 5 ბავშვი და 5 თბილისი. ამ სახელწოდების წიგნების პრეზენტაცია გაიმართა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში. წიგნები გამომცემლობა ელფმა დაბეჭდა. წიგნში ჩემი პირველი ქრესტომათია შესულია ასაკოვანი საბავშვო მწერლების მოთხრობები, რომელიც გამომცემლობამ 2 წლის განმავლობაში მოიძია. მეორე წიგნი 24 წლის ახალბედა მწერალს გვანცა ჯობავას ეკუთვნის. წიგნები სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა დაასურათა. პრეზენტაციაზე დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გვანცა ჯობავას წიგნის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში ითამაშეს. აღმოვაჩინეთ ამავე დროს სრულიად უცნობი ჩვენთვის მწერალი მერიბელ ქვაძე, რომელიც შედევრებს ქმნიდა და აი შედევრები ჩვენ შევიტანეთ ამ წიგნებში და დამერწმუნეთ, რომ აი ბავშვი უამისოდ მე ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა დაიძინოს. ამ წიგნში ყველაფრის ხოვნა შეიძლება. ბუნებაზე, მორალზე, სამშობლოზე და ასე შემდეგ. ამ წიგნში გამოტანილი მაქვს ემიგრანტი ბავშვების თემა და მათი პრობლემა, რაც ძალიან მტკივნეულია დღეს საქართველოში და შევეცადე რომ აი გამეცოცხლებინა ერთგვარად ეს პრობლემა და მიუძღვენი ყველა ბავშვს და განსაკუთრებით ყველა ქართველ ემიგრანტ ბავშვს.